საქართველოში ახალი თაობის ბიომეტრიული და ელექტრონული დოკუმენტების გაცემა იწყება. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მოქალაქეებს უახლესი დიზაინისა და მაღალი უსაფრთხოების სტანდარტების მქონე პასპორტებსა და ბინადრობის მოწმობებს შესთავაზებს. განახლებულ დოკუმენტს ჩვენ სტუდიაშიც ვნახავთ და ვაჩვენებთ მაყურებელს, როგორ არის დატვირთული ეროვნული სიმბოლოებით ვიზუალი, ხოლო დაცულობის ნიშნებს რაც შეეხება, ის სრულად შეესაბამება, რა თქმა უნდა, ყველანაირ საერთაშორისო მოთხოვნას და სტანდარტებს. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ მოქმედი დოკუმენტების შესვლა სავალდებულო არ იქნება, ხოლო განაცხადის გაკეთება შესაძლებელია როგორც იუსტიციის სახლებში, ისევე დისტანციურად სააგენტოს ვებ გვერდზე და ეს კიდევ რაღაცა მატებს ამ არაჩვეულებრივ ინიციატივას. ახლა კი ჩვენ სტუმართან უნდა გავაგრძელოთ საუბარი. ჩვენი სტუმარია რუსუდან კოხოძე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე. მოგესალმები და აი ხელს ვიფშვნეთ, რომ მოგვიყვეთ ეს კარგი ამბავი. დავიწყოთ. რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით, მადლობას მოგეხსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. როგორც თქვენ სწორად აღნიშნეთ, იუსტიციის სამინისტრო და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო იწყებს ახალი თაობის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური და ეროვნული სიმბოლიკით გაჯერებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას. პირველ ეტაპზე ჩვენ ვიწყებთ მოქალაქის პასპორტის, სამგზავრო დოკუმენტის გაცემას, ხოლო ცოტა მოგვიანებით უკვე დავიწყებთ ახალი დიზაინის მქონე პირადობის მოწმობების გაცემასაც ნოემბრის თვით. დიზაინს სანამ დავათვალიერებთ, ფუნქციურად რით განსხვავდება ახალი პასპორტი იმ პასპორტებისგან, რაც ახლა გვაქვს ჩვენ ხელში? მოგეხსენებთ, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დოკუმენტები, რომელსაც საქართველოს უკვე რამდენიმე ათეული წელია გასცემს, ისედაც არის უსაფრთხო და დაცული და ეს აღიარებული მე არაერთი ძალიან მიყვარს ჩვენი პასპორტები, ძალიან მომწონს. აქტორის მხრიდან და შეესაბამება სრულად საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ასევე მოგეხსენებათ, რომ ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და ამას გარკვეული რისკებიც ახლავს თან. დაცულობის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით. სწორედ ამიტომ დღის წესრიგში დადგა ის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი დოკუმენტების ტექნოლოგიური შესაძლებლობები, რომ მეტად ავირიდოთ რისკები თავიდან. ანუ მეტი დამცავი ნიშანი იყოს მასზე დატანილი და სწორედ ამას გულისხმობს თავარი კამერაში ვაჩვენოთ და აგვიხსნათ თავარი ფუნქცია სწორედ ეს არის ახალი დიზაინის დოკუმენტებისა, რომ იყოს მეტად უსაფრთხო და დაცული გაყალბებისგან, თუ კი ამას ვინმე მოინდომებს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი არის, რომ ახალი დამცავი ნიშნები დაემატა მას, რომელიც ძირითადად ეროვნულ სიმბოლიკას ასახავს. ეს შეიძლება იყოს რომელიმე ისტორიული ძეგლის ნიშანი ან ორნამენტი. კი ბატონო, მათ შორის ხელნაწერი, გრავიურა და ასე შემდეგ. ასევე მოგეხსენებათ, რომ მთავარი მაჩვენებელი ეს იგი რაც ამ ახალ დოკუმენტს აქვს არის ის, რომ შეიცვალა პერსონალიზაციის გვერდი, ეგრეთ წოდებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ის გვერდი სადაც აქამდე დატანილი იყო მოქალაქის პირადი ინფორმაცია, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და პასპორტის ნომერი და ასე შემდეგ, არის უკვე უფრო მეტად კარი, რადგან დამზადებული არის პოლიკარბონატისგან, სწორედ იმ მასალისგან, რითაც დამზადებული არის ID ბარათები. ჩადგმულია, ასე ვთქვათ, ხო? დიახ, ჩაკერებულია, ასე ვთქვათ, არის მეტად დაცული დაზიანებისგან და უფრო უსაფრთხო. წყალი ესე უკვე ვეღარ ამნებს. გარდა ამისა, მას აქვს დატანილი ზედ დამცავი ნიშნები, მაგალითად აქ შეგიძლიათ ნახოთ დამცავი ძაფი, რომელზეც არის მოცემული ეროვნული სიმბოლიკა, ეს არის ძველი ქართული პიქტოგრამები, რომლის გაყალბებაც, ასე ვთქვათ, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. და ჩვენი ანანურის, ულამაზესი ანანურის ორნამენტია აი პირველ გვერდზე დავინახეთ. კი ბატონო, ნამდვილად ასე არის და ასევე საინტერესოა ისიც, რომ გარდა იმ ნიმუშებისა, რაც მოცემული არის ესე შეუიარაღებელი თვალით, ასევე დამცავი ნიშნები არის დატანილი, რომელიც ჩანს მხოლოდ ულტრაიისფერი ნათების ფონზე და მე წამოვიღე სპეციალურად, არ ვიცი რამდენად აღქმადი იქნება ეს კადრში, აი მაგალითად აქ ხედავთ ვახუშტი ბაგრატიონის ხელნაწერიდან საზდაო ასო მს. რა მაგარია. ასევე არის თვითონ პოლიკარბონატის გვერდზეც მსგავსი ნიშნები. ედავში ვარსკვლავები, გელათის ორნამენტები არის, გეგუთის ციხის ორნამენტები, უკან არის ასევე დავით აღმაშენებლის გრაფიკული გამოსახულება და ასე შემდეგ. ეხლა მარიკა დამცინებს, მაგრამ ზუგდიდის დადიანების სასახლეც არის გადაშალეთ იმ გვერდზე პირველ რიგში ძალიან არის ზუგდიდის დადიანების სასახლე და შხეფის ციხე არის. მაჩვენეთ თუ შეიძლება და მოგეწევით. ძალიან ლამაზი პასპორტია. ნამდვილად ასე არის. ზოგადად კონცეფცია, დიზაინის აგებული არის სიმბოლურ მოგზაურობაზე საქართველოში, რომელიც იწყება თბილისიდან, გაივლის საქართველოს ყველა კუთხეს და სრულდება სოხუმის ისტორიულ
სპორტში. შესაბამისად, თითოეულ გვერდზე მოცემული არის რეგიონების მიხედვით, ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი, ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ან შესაძლოა ეს იყოს რაიმე ორნამენტი, სხვადასხვა ეთნოგრაფიული მასალა და ასევე არის მასზე დატანილი, ოღონდ იუვინათების ფონზე ჩანს მხოლოდ წითელ წიგნში დაცული ფლორისა და ფაუნის სახეობები. და ბოლო გვერდზე უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ ეს არის საქართველოს ჰიმნი ნოტებში გამოსახული პირდაპირ სანოტო სისტემით არის წარმოდგენილი მთლიანად ბოლო გვერდზე. ნამდვილად ასეა. შესაბამისად, ასევე საინტერესოა ისიც, რომ პასპორტს ზედა და ქვედა მხარეს აქვს დატანილი კავკასიონის მთების ზედა მხარეს ქვემოთ შავი ზღვის ტალღები, რაც კიდევ ერთხელ საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნებას. მოკლედ, პასპორტის მფლობელს შეუძლია ვირტუალურად საქართველოს დაათვალიეროს და ამასთანავე აი შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენი პასპორტი არის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე. ნამდვილად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ეს პასპორტი ახალი დიზაინის უკვე სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც სამგზავრო დოკუმენტებისთვის არის დაწესებული და ასევე ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრ ქვეყანას ჯერ კიდევ არ აქვს პოლიკარბონატის გვერდით და მსგავსი დამცავი ნიშნებით ასეთი პასპორტი, ასე რომ ჩვენ თამამად შეგვიძლია ვიამაყოთ ამ დოკუმენტით. მოდით, ეხლა ის განმარტოთ, რაზეც კულუარებში გესაუბრებოდით, სანამ ეთერი დაიწყებოდა, ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე ავიღო ახალი პასპორტი. რა უნდა გავაკეთო, როგორ ვიქცევი? არის თუ არა პასპორტის გამოცვლა სავალდებულო? მოდით ეს თემები გავშალოთ უფრო მეტად. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, ნამდვილად და მინდა რომ მოქალაქეებმა კარგად იცოდნენ, რომ პასპორტის გამოცვლა სავალდებულო არ არის, სანამ მას ვადა არ გაუვა. ანუ თუ კი თქვენ ფლობთ მოქმედ ვადიან პასპორტს, ამ შემთხვევაში ვიდრე ის ვადას ინარჩუნებს, პასპორტი არის მოქმედი და მისი ჩანაცვლება სავალდებულო არ არის. მაგრამ თუ სურვილი მაინც გაქვთ, რომ ახალი დიზაინის პასპორტი გქონდეთ, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, შეზღუდვაც არ არის და შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისად. ერთი შეკითხვა არის ესეთი, რომელიც ძალიან ხშირად ისმება ეს შეკითხვა, რომ თქვათ პასპორტს გაუვიდა ვადა, გამოვცვალე, მაგრამ წინა პასპორტში რჩება ვადიანი ვიზა, რომელიმე ქვეყნის. აი, რო განვუმარტოთ ადამიანებს, ხომ მოქმედია ამ შემთხვევაში ის პასპორტი თავისი ძველი ვიზით. პასპორტი უქმდება მაშინვე, როდესაც აიღებთ ახალ პასპორტს. ანუ ძველი პასპორტი მოქმედებას კარგავს, მაგრამ თუ კი მასში გაქვთ ვადიანი ვიზა, ამ შემთხვევაში არის შემთხვევები, როდესაც ახალ ვადიან პასპორტთან ერთად თან აქვთ მოქმედი ვიზიანი გაუქმებული პასპორტი, თუმცა ყოფილა შემთხვევებიც გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც საზღვარზე მაინც არის ხოლმე გარკვეული შეფერხება და ამიტომ მაინც ჯობია რომ ვიზა იყოს მოქმედ ვადიან პასპორტი. დარჩენილი დღეები გადმოდის ერთი პასპორტიდან მეორეში თვითონ საელჩები. მართალი ხართ, ამას მესაზღვრე წვიტავს. შეიძლება მესაზღვრემ უბრალოდ ინდივიდუალურად გადაწყვეტოს და გითხრას, რომ არა, ვერაფერსაც ვერ იზამ. კი ბატონო, ქვეყნების მიხედვითაც პრაქტიკა განსხვავებული, ამიტომ ზუსტი პასუხის გაცემა ამ შემთხვევაში გამიჭირდება, მაგრამ ეს საკონსულოებს და ასევე საზღვრებს გააჩნია სად მიემგზავრებით. როდიდან არის შესაძლებელი ახალი პასპორტის აღება? ახალი პასპორტის აღება შესაძლებელია უკვე დღეიდან. დღეს თუ გააკეთებთ განაცხადს, უკვე ნამდვილად ახალი დიზაინით დაგემზადდებათ პასპორტი, თუმცა ჯერ კიდევ გაიცემა ძველი დიზაინის პასპორტები იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც წინა კვირებში ჰქონდათ გაკეთებული განცხადება, გავიდა 10 დღიანი ვადა და ამ შემთხვევაში უნდა აიღონ პასპორტი, თუნდაც დღეს შეიძლება აიღონ ძველი დიზაინის პასპორტი, იმიტომ რომ მანამდე ჰქონდათ განცხადება გაკეთებული. ანუ მოდით ის განმარტოთ, ეხლა მე მინდა ახალი დიზაინის პასპორტი. იქ რამე ამის საგანგებოდ მიწევს შევსება თუ უკვე დღეს თუ დავწერ განაცხადს, ეს ნიშნავს რომ ახალი დიზაინისას ავიღებ. დღეს თუ განაცხადს შეავსებთ, უკვე აუცილებლად აიღებთ ახალი დიზაინის პასპორტი. ფასი ხომ არ იცვლება სიახლესთან ერთად. თუ არ გაძვირდება, რადგან ახალი პასპორტია და სულ სხვა ახალი ტექნიკური მახასიათებლები აქვს. ამაზეც ვიზრუნეთ, რომ მოქალაქეებისთვის ეს არ ყოფილიყო ზედმეტი ტვირთი, შესაბამისად ფასი ღირებულება რჩება იგივე სტანდარტულად 10 დღიანის შემთხვევაში, როგორც იყო 150 ლარი და რა თქმა უნდა, ასევე დაჩქარებული სერვისით სარგებლობად შეუძლიათ იმავე ფასად, რაც იყო ძველი დიზაინის პასპორტის შემთხვევაში. მაჩვენე რა, მე ძალიან მომწონს ეს პასპორტი. ესეც ამაკ კითხვა, ხა თქვენ ჩართული იყავით ალბათ მთელ პროცესში. ვინ იმუშავა, არ მინდა კონკრეტული სახელები, მუშაობდნენ ქართველები, უცხოელები დიზაინის შექმნაზე, აი კონცეფცია ძალიან მომწონს. მოდით სამუშაო პროცესზეც ვისაუბროთ, როგორი იყო. მადლობა ამ კითხვისთვის, რადგან მე მინდა რომ ასევე ვისარგებლო თქვენი ეთერით და მადლობა გადაუხადო ყველა იმ უწყებას, მუზეუმს, ეროვნულ ბიბლიოთეკას, ეროვნულ არქივს თუ ყველა იმ პირს, დიზაინერს, ვინც ჩართული იყო ამაში, იმიტომ რომ ის რომ ჩვენ ვამაყობთ ამ
პასპორტის კონცეფციით და ეროვნული სიმბოლიკით სწორედ ამ ადამიანების ჩართულობის დამსახურება არის. საკმაოდ ხანგრძლივი შრომატევადი პროცესი იყო. პასპორტის გაცემას ჩვენთან ერთად უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორი გერმანული ორგანიზაცია, რომელიც რა თქმა უნდა ასევე ჩართული იყო დიზაინის და კონცეფციის შემუშავების პროცესში და ასევე ბევრი ადამიანის შრომა არის ჩადებული, მათ შორის რა თქმა უნდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მთელი გუნდის, რომელსაც ასევე მადლობას ვუხდი მე ამ დიდი აი ხო ინფორმაციას ვკითხულობ, რომ განახლებული დიზაინი მხოლოდ პასპორტზე არ მოქმედებს, ასევე განახლებული სახით შეიძლება გაიცეს პირადობის მოწმობა, დროებითი ბინადრობის მოწმობა, არის ასევე სამსახურებრივი პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი და საქართველოსში სტატუსის მქონე მოქალაქეების არ მქონე პირის სამგზავრო პასპორტი. ანუ ეს განახლება ეხება ყველა ტიპის საიდენტიფიკაციო დოკუმენტს, ხო? არა მხოლოდ საერთაშორისო პასპორტს. კი ბატონო, პასპორტის 5 სახეობას გავცემთ ჩვენ დღეს საქართველოში. ეს გახლავთ ის სტანდარტული ორდინალური პასპორტი, რომელიც სტუდიაში გვაქვს, ასევე არის დიპლომატიური, სამსახურებრივი და როგორც ბრძანეთ, ტორბილის სტატუსის მქონე და მოქალაქეობის არ მქონე პირების სამგზავრო დოკუმენტები. ამას გარდა, როგორც თავიდან ვახსენე, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დიზაინის განახლდება. ID ბარათი გულისხმობ, იქაც გარდა დიზაინის ცვლილებისა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაძლიერებული არის უსაფრთხოების ნაწილი, დატანილია მეტი დამცავი ნიშანი, QR კოდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება პიროვნების სხვადასხვა სტატუსის ჩვენება, მაგალითად გინახავთ ალბათ ძველი დიზაინის პირადობის დოკუმენტებზე, როდესაც დატანილი არის სტუდენტი, შეშმო პირი. ამ შემთხვევაში ეს QR კოდით იქნება დატანილი და თვალხილული ასე არ იქნება, მაგრამ შესაბამის დაინტერესებულ პირს შეიძლება QR კოდის საშუალებით ამის ამოკითხვა. ასევე განახლდა კი ბატონო ბინადრობის მოწმობების დიზაინით, ბინადრობის მოწმობები და ყველა ტიპის პასპორტი უკვე დღეიდან გაიცემა განახლებული დიზაინით, რაც შეეხება პირადობის მოწმობებს, 3 ნოემბრიდან იგეგმება მათი ამოქმედება. გიორგი, რომელ გვერდზე ხარ? მე მინიმუმ აღმოვაჩინე. მინიმუმ აღმოვაჩინე, რომ 1, 2, 3, 4, 5 ფოტოა ადამიანის გამოსახული და ყველაზე მეტად რა მომეწონა, იცით, ხელმოწერაც არსებობს, როგორც ჩანს ეს ჩვენ ელექტრონულად მოვაწერთ და შემდეგ ამ პოლიკარბონატი, ხო, ასე თქვით, იქ გაჩნდება. და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ აი პოლიკარბონატზე გადადი, ეს არის მყარი და აპარატში გატარების დროს, ხო, ხშირად არის თქვათ სასაზღვრო პუნქტზე აპარატში გასატარებელი რო არის, უფრო სწრაფად მოხდება მისი გატარება, ვიდრე თქვათ ფოქსელი ხანდახან იჭმუჭნება და ასე შემდეგ. მოგეთ. დიდი მადლობა, რა ძალიან კარგი და ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ, ყველა ჩვენთაგანი ამ პასპორტით იამაყობს, როგორც ამაყობდა მანამდე.